გამარჯობათ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო მეგობრებო და მსმენელებო და დღეს მინდა აი ამ წვერებიან კაცზე ვისაუბრო კიდევ ერთხელ. ეს გახლავთ ვინმე დოროთე ყურაშვილი, ნაცების პატრიარქი და ნახოთ რა სიძახის 14 წუთიანი ინტერვიუა ამ 14 წუთის განმავლობაში. აი ეს წვერებიანი კაცი ძალიან ბევრ სისულელეს ლაპარაკობს და პირდაპირ ეწინააღმდეგება სასულიერო პირის შინაარს ზოგადად, აი ამის ბაგედან ამოსული რაღაცა სისულელები, მაგრამ მოკლე მონაკვეთი ვნახოთ, რამოდენიმე წამი მოусმინოთ და მე გავაგრძელებ საუბარს. დღეს საქართველოში როგორი ბიჭები გამოაჩინა, როგორი ღირსეული ქალები გამოაჩინა ზიანინო პატიმრებს გულისხმობ, ხო, როგორი ღირსეული ქალები არიან, როგორი ღირსეული ბავშვები არიან. ესენი ხო ეძახიან, რომ ბავშვები გაიყვნენ და ჩვენი ბავშვები გაყოლები არიან და სატანისტები არიან, სატანისტები არა, მე მგონია რომ ზვიადი, ილია, კოსტავა ყველა ციხეში ზესწრეს. აი იმ ბავშვების სახით, იმ ბიჭების სახით, იმდენად მონიერები, იმდენად გმირები, მე გაოცებული ვარ, მე არ მეგონა ესეთი ახალგაზრდობა თუ ყავდა, არ მეგონა და ბიჭებო გაძილით, გავუძელი, ჩვენ გავიმარჯვებ და მთავრობას მინდა უთხრა რომ მოკლედ აი ეს წვერებიანი ვიღაცა ფარისეველი ჩვეულებრივი და ამ პარტავნებაში გადავარდნილი ვიღაცა ტიპი დადის დაეთრევა უბრალოდ ამ ოპოზიციურ არხებზე და ხან არასამთავრობოების დამცველია და ხან ამაღლობელის და ხან ვიღაცა ნინო დათაშვილის და თურმე აი როგორი მაგარი ბიჭები და გოგოები ზიან დღეს საპატიმროებში. ამ პატიმრებთან დაკავშირებით, ვინც დღეს დაპატიმრებული არიან აი ამ აქციებთან დაკავშირებით, მე ჩემი აზრი გამაჩნია და ჩემი აზრი ის არის, რომ აი ამ ნაცებს, ამ ბოზებს, რომ საბოლოოდ დაასამარებს ქართული ოცნება და ჩვენი საზოგადოება, ის ადამიანები უნდა გამოუშვათ საპატიმროდან ვადაზე ადრე, რა თქმა უნდა, და უნდა მივცეთ შანსი, იმიტომ რომ შეუცდომელი ამ ქვეყანაში არავინ არ არის. მაგრამ აი ამ წვერებიანი ვიღაცა ტიპის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა შემდეგი თქვა. ეს ვიღაცა სიმონა კაცი 2012 წლის მერე გახდა ვითომ სასულიერო პირი, თუ 2012 წლამდე სად იყო? ცირეკიძე რო დაიჭირეს და რა ვიცი დედაბუდიანად რო გაანადგურეს ეს ოჯახი, ცხოვრება რო წაართვეს ამ ადამიანს, რა მამა დაუჭირეს, დედა დაუჭირეს, მერე მამა საპატიმროში მოუკლეს, ვითომ დედმა დაარტყა. 200-მდე ახალგაზრდა ქუჩა და საძინებელ უბრალოდ დახვრიტეს აი ამ ვიღაცა წვერებიანი ჩუჩელას პატრონებმა თუ ბატონებმა თუ რა ვიცი ვისი ინტერესების დამცველიც ახლა ეს გამოდის. მაშინ სად იყო? მაშინ არ იყო სასულიერო პირი, თუ ის ახალგაზრდები არ იყვნენ, თუ როგორ არის, თუ ადამიანის საპატიმროში გაშვება უფრო დიდი ტრაგედია, თუ ადამიანს რო უბრალოდ ქუჩაში დახვრიტავ, რომელი უფრო ტრაგედია და რომელი უფრო განგაშის ატეხვის მანიშნებელი ფაქტია. მაშინ სად იყო ეს ვიღაცა ვითომ სასულიერო პირი როა? ისინი ახალგაზრდები არ იყვნენ? მუტარობაქიძე არ იყო ახალგაზრდა და ახალგაზრდა კი არა, ბავშვი იყო. ცირეკიძე როგორც უკვე აღნიშნე ბავშვი 15 წლის ბავშვი დაიჭირეს და გაანადგურეს, მშობლებიც დაუჭირეს და ამოხოცეს. მე მამამისი ციხეში მოკლეს, ვითომ რაღაცა გულმა დაარტყაო თუ ისე და დენმა დაარტყაო თუ რაღაცა სისულელები შეთხზეს და ყველამ კარგად ვიცით რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა. მე მაინტერესებს აი ეს ვიღაცა წვერებიანი, ვიღაცა ფარისეველი ჭინკა, სად იყო მაშინ? სად იყო, რატო არ გამოდიოდა და რატო არ ატეხა განგაში და რატო არ ეუნებოდა ნაცებს, თქვენი დედა მოვტყან, რას უკეთებთ ხალხს? რატო მაშინ არ გამოდიოდა და არ ქადაგებდა ეს ბოზი ვიღაცა, რომ
რას შვებით, ახალგაზრდებს რას ერჩით, ოჯახებს რატომ ანგრევთ, რატომ ანადგურებთ, რატომ გავსეთ ციხეები ამდენი ახალგაზრდით და ძველგაზრდით და რატომ არის რომ ყოველ მეორე თუ არა მესამე დღეს უეჭველი ციხეში ვიღაც კვდება, რატომ მაშინ აი ამ ვიღაცა ნაბოზარს ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ ქონდა. ნაბოზარია, კი, ფარისეველი ნაბოზარია. რატოა ნაბოზარი? იმიტომ რომ აი ეკლესიას აქვს თავი შეფარებული, წვერი მოუშვა, ანაფორა ჩაიცვა და ქრისტე სწორედ ამათზე იძახდა, აი ამის თანანაბოზრებზე, ვაი თქვენ ფარისევლებო. და აქ რაღაცებს იძახის, რომ ვითომ აი მარიამ მაგდალინელი როგორი ცოდვილი იყო და აი როგორ რაღაცა წმინდანად დარჩა ისტორიას და ხო მარიამ მაგდალინელიც იყო და რა ვიცი ქრისტესთან ერთად პირველი ავაზაკი შევიდა სასუფეველში, მაგრამ არა ფარისეველი. შენაირი დედამოწყნული ფარისევლები მადლობა ღმერთს რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში აი ამისთანა ფარისევლების ჭყვაზე არ დადის ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა და კი ნამდვილად გონიერები ვართ ქართველიერი, ნამდვილად გავიზარდეთ და ძალიან კარგად ვიცით უკვე ცნობა ადამიანების და აი ამისთანა ვიღაცა პროჭებს რო უსმენთ, კარგად ვხვდებით რას ლაპარაკობენ და ვისი ინტერესების ქვეშ არიან მოქცეული და რისთვის იბრძვიან და ვისთვის იბრძვიან. ეხლა აი ამ ვიღაცა წვერებიანი ჩუჩელის თუ რა ვიცი ვიღაცა ჩუჭუას ინტერვიუს რო უყუროთ, აქ აი არასამთავრობოები ყველაზე მაგარი ხალხი არიან არასამთავრობოებიო და ამ არასამთავრობოების პირველი პრიორიტეტი რაზეც ერთი ამბავია დატეხილი რა არის? თავარი რაც არის რაღაცა ეს არეული ორიენტაციის ტიპების დაცვა, ხო და მაგათი პროპაგანდა. და აი ეს გამოდის სასულიერო პირად წოდებული და აი ამ არასამთავრობო ტიპების მზე, არასამთავრობოების წარმომადგენლებზე პირდაპირ სოდომური და სოდომის და გომორის ცოდვის დაკანონებას რომ მოითხოვენ, აი ეს წვერებიანი ვიღაცა სიმონა ამ არასამთავრობოებზე იძახის, რომ ესენი არიანო აი ყველაზე მაგარი ხალხიო და ყველაზე მაგარი მოაზროვნეები. ერთი შეხარ ყველაზე მაგარი ქრისტიანი და ყველაზე მაგარი მოძღვარი და ყველაზე მაგარი კაცი და მეორე აი ეგ არასამთავრობოები არიან ყველაზე მაგარი მოაზროვნეები. ისე შენი დედას შევეცი მე თეოდორე ყურაშვილი ხარ თუ დოროთე ყურაშვილი ხარ თუ ვიღაცა ჭუჭუა. საპატრიარქოს მივმართავდი და რა ვიცი უნდა ვთქვა რა ძინავს საპატრიარქოს თუ რა ხდება. აი ამისთანა ვიღაცა არის ისინი რო ხართ რა ფარისევლები ამ ეკლესიაში შეფარებული და აი ამისთანა არანორმალური ტიპები რო ამბიონიდან გამოდიან და ადამიანებს პირდაპირ რო აი გონებას უწამლავენ და უმახინჯებენ და რო შხამავენ ადამიანებს. სად არის ძინავს საპატრიარქოს? ის სინოდი როა იქ შეკრებილი და რაღაცებს რო წვიტავს, მარტო იმას არ ყვევენ ერთმანეთში, ვინ რომელი მაღაზია უნდა ამუშაოს, რომელი ტაძრის ეზოში თუ ვინ რა ბიზნესი უნდა გააკეთოს და ვინ ვის დედა უნდა მოუტყნას და ვინ ვის უნდა გადაეფაროს, მარტო ამას არ ყვევენ. აი ამისთანა ნაბოზრებზე რატო რეაქცია რატო არ აქვს საპატრიარქოს საკვირველია. არ ვიცი, სხვანაირად როგორ ახსნა აი ამ ვიღაცა არასწორი ტიპის, აი ეს არანორმალური რაღაცა გამოსვლები და ეხლა რო კითხო ამას გულწრფელია. ეს რომ ახსოვდეს მე რომ ერთი განცხადება მაინც ხონდეს გაკეთებული ნაცების დროს, მაშინ როცა რა ვიცი ყოველდღე ვიღაცას კლავდნენ ქუჩაში ეს ბოზები. ერთი განცხადება მაინც რო გაეკეთებინა აი ამ წვერებიან ჭუჭუს ვიღაცას არ მომეშლებოდა დღეს ნერვები და ხმისამომღები არ ვიყავი, მაგრამ ყველაფერს ხო თავისი რაღაცა საზღვარი აქვს და ნამუსი და ნამუსი კაი საქონელია ხო და სინდისი ხო ნათქვამია ხო. მთელი იმ 9 წლის განმავლობაში აი ეს ვიღაცა სირი გაჩუმებული რო იყო და ვითომ რო არაფერი არ ხდებოდა ამ ქვეყანაში და დღეს რო გამოვარდა და ვაიმე ვითომ დედა ეს ქვეყანა დაინგრა და დაიქცა და რა გვეშველება ოდიდან უმოგეშლება ნერვები. ნუ აი ეს დაიჭირო, გაპარსო წვერი, გადაპარსო ის თბაში, გახადო ეს ანაფორა, ამოარტყა პროჩი წიხლი და გააჯვას და
ეგდოს იქ რუსთაველზე ეს ბომჟები რო ხავთ დაყრილი ვიღაცა სირები ეგდოს იმათთან ერთად და იქ რაც უნდა ის იქადაგოს და რაც უნდა ის ილაპარაკოს ამის დედასაც შევეცი მე